ლევან ჯავახიშვილი ვცლად ამ და სხვა ამბებით. ეკა საქართველოში ამერიკიდან შემოტანილი სიმინდის მოსავლიანობის მაღალი მაჩვენებელია, წელს პირველად საქართველოში მოყვანილი სიმინდი ექსპორტზე გადის. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჰიბრიდული სიმინდის თესლის სახელწოდებით პიონერი საქართველოს კლიმატსა და ნიადაგს კარგად ეთვისება. წინასწარი ინფორმაციით, მოსავლის რაოდენობა 464,000 ტონას აჭარბებს, რაც შარშანდელთან შედარებით ორჯერ მეტია. ჰიბრიდული მარცვლეული გვალვისა და სხვადასხვა დაავადებების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა და საქართველოს ნიადაგის, ასევე კლიმატის პირობებში კარგ მოსავალს იძლევა. ამის შესახებ ის ფერმერები და გლეხები საუბრობენ, რომლებმაც ამერიკიდან შემოტანილი მარცვლეული დათესეს და გამოსცადეს. თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები ბაკურ კვერძელს ბრალდებებს მაინც უყენებენ და ზოგიერთ რეგიონში ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის ჩავარდნაზე აკეთებენ განცხადებებს. ჰიბრიდული მოსავალი ნახეთ ეკა კობალიანის რეპორტაჟში. ჰიბრიდული სიმინდის პირველი მოსავალი უკვე ექსპორტზე გავიდა. მარნეულის რაიონში მცხოვრები გელა კაპანაძისაგან მარცვლეული დღეს ირანელმა ბიზნესმენებმა შეიძინეს. ფერმერმა პიონერის ჯიშის სიმინდი წელს 50 ჰექტარ მიწის ფართობზე დათესა და ჰექტარზე საშუალოდ 8 ტონა მოსავალი მიიღო. ვემთაგორას მეურნეობიდან დღეს ირანში გასატანად სიმინდით მანქანები უკვე დაიტვირთა. ჩვენამ ბიზნესით ვართ დაკავებული სიმინდს სხვადასხვა ქვეყნებში ვიძენთ. ქონდა ინფორმაცია, რომ საქართველოში წელს ძალიან კარგი ხარისხის მოსავალი მიიღეს და ამიტომ ხსურს მისი შეწყიდვა. თუ მოგვეწონა მომავალში უფრო დიდი რაოდენობით შევიძენთ. მარნეულში დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩავიდა. ის პირადად გაესაუბრა იმ ბიზნესმენებს, ვინც საქართველოში მოყვანილი ჰიბრიდული სიმინდი შეიძინა. ბაკურ კვეზერელის განცხადებით 2011 წელს საქართველოში სიმინდის ნათესი ფართობი შარშანდელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა, ხოლო 1 ჰექტარზე მოსავლიანობა მინიმუმ გაორმაგდება. წინასწარი ინფორმაციით მოსავალი 464,800 ტონა იქნება. მაშინ როცა ქვეყანაში სიმინდის იმპორტი იყო აუცილებელი, წელს პირველად საქართველოში მოყვანილი 100,000 ტონა მარცვლეული ირანში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გაიყიდება. საქართველოს გადაგოს გადაგოს მანქანა და შესაბამისად გაიყენს პირველი პარტია სიმინდის, რომელიც მიემართება ჩვეულებრივ ქვეყანაში. მე ყველას ვუწევ ამ დიდ წარმატებას, როგორც ამ პროგრამის, ასევე მათი წარმოების და ქართული პროდუქციის. ამთანბელ ცხოდაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ახალ სოფელში 6 ჰექტარ მიწის ფართობზე წელს პირველად ჰიბრიდული სიმინდი დათესა. მარცვლეულის აღებას 10 დღეში გეგმავს, მაგრამ უკვე იცის, რომ წლევანდელი მოსავალი შარშანდელზე გაცილებით მეტი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულზე ხშირად წვიმდა, ახალმა ჯიშმა მაინც გაამართლა. მოსავალი დაახლოებით 5-ჯერ მეტია, ვიდრე იმ თანასოფლელების, ვინც კვლავ ძველი სათესლე მასალა გამოიყენა. გამოცდილება არ აქვს. შესაძლოა ჩვეულებრივ ქართულ სიმინდს, რომელიც ფაქტიურად მოსავალს საერთოდ ვერ მიღებდია. ან გამოყოფოდა, ან გვალვაში ხვდებოდა, საერთოდ არ იყო. ძალიან მცირე, იმდენად მცირე იყო, რომ ხარჯებსაც ვერ ავფარავდა. აი სიმინდი რაც შემოვიდა, წელს მაგალითად დავინახე სიმინდი რა ყოფილა და რა არის სიმინდი. მე პირადად არ ვთესებია, ეხლა მინდა მომენაცვლია, რომ ჩავერთო ამ პროგრამაში. ნახე რომ რაიად შემახლობებს ეთესა და ძალიან რეკორდული მოსავალი მიიღოს. ნამდვილად ვუყურებ ჩემი თვალით. ეს ინფორმაცია ფერმერებმა და გლეხებმა პარლამენტის ვიცე-სპიკერსაც გააცნეს. იგი წერეთელი ქარელის რაიონის სოფელ ახალ სოფელში ჩავიდა და ადგილზე დაათვალიერა ჰიბრიდული სიმინდის ყანა. ეს არის ძალიან წარმატებული პროგრამა, რასაც ჩვენ ხედავთ. დაახლოებით ახლა ეს შეიძლება ყველა ასე არ არის, მაგრამ აქ 4-ჯერ 5-ჯერ მეტი მოსავალი მოიყვანა ამ ადამიანმა, ვიდრე ადრე მოხავდა. თუ მქონდა ტონაზე, თქვათ გექტარზე ტონა-ნახევარი, დღეს არის საუბარი 6 და 8 ტონაზე. ერთ-ერთი ფერმერია, რომელმაც 10 ტონაც მოიყვანა. ჰიბრიდული სიმინდის მოსავლიანობა თერჯოლის რაიონის სოფელ აჯამეთში შეამოწმეს დღეს მიხეილ მაჭავარიანმა და ზურაბ ცხრიკიძემ. მიწის ფართობზე, რომლის მორწყვაც ვერ ხერხდება, ჰექტარზე ადგილობრივებმა 8 ტონა მოსავალი მიიღეს. ისინი დღეს დეპუტატებს არწმუნებდნენ, რომ ჰიბრიდული სიმინდის ყანის მოვა გაცილებით მარტივიცაა, რადგან ნაკლებ ფიზიკურ და მატერიალურ ძალისხმევას საჭიროებს. მოსავლის ნაწილი აჯამეთელებმა უკვე აიღეს. დარჩენილ მარცვლეულს კი უახლოეს დღეებში დააბინავებენ. ადრე მქონდა წესრიგები, ეცერცანი და ყოველდღე შემოშევები, სადღაც საშუალოდ 4 ტონა, 5 ტონა. შედარებით სოფელი შემოგვიყვება ყოველ შემთხვევაში 7 და 8 ტონა, რაც უზარ მიიღე. აქაც კი ჩმობილი აჯამეთის თესლზე უკეთესი მოსავალი მოვიდა ამ ჰიბრიდული სიმინდის, იქ სადაც აგვევადა დაიცვის, მიუხედავად იმისა, ჩვენ მეგობარი ამბობდა, რომ 2-3 კვირით ადრე ყოფილიყო და ეს უკეთეს მოსავალს მიიღებდი. შედარება არ არის, ყველა აღნიშნავს პროგრამა, რომელიც იყო სიმინდის პროგრამა, ამართლებს. ამ შედეგის მიუხედავად ოპოზიცია ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის ჩავარდნაზე საუბრობს.
ქრისტიან დემოკრატების საპარლამენტო კომისიის შექმნასაც ითხოვენ, რომელიც დაშვებულ შეცდომებს შეისწავლის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პასუხისმგებლობაზე იმსჯელებს. ლებელი იყო. ბაკურ კოზერელი კი მათ შეფასებებს არაადეკვატურს უწოდებს. როგორც არ უნდა ამტკიცოს დღეს ხელისუფლებამ, რომ მათ არნახული მოსავალი მიიღეს და 100,000 ტონა ექსპორტზე გაიტანეს, ეს არანაირად არ დააწნარებს და დაუშვიდებს იმ გლეხებს, რომლებიც არიან იმერეთში, რომლებიც არიან სამეგრელოში, ბევრად გიას კახეთში, რომელთა ჩაუვარდათ ეს პროგრამა, რომელსაც არაფერი არ მისცა მოსავალი ამ ქირურგიულმა სემინარმა. ჯეროსაც ხელისუფლება ნახულობს და დადის და ეძებს ამ წარმატებულ ფერმერებს, იმ ადამიანებსაც მიაქციოს ყურადღება, სადაც ეს ყველაფერი განადგურდა. შესაბამისად, ამ თესლის დარიგება არ შეიძლებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც ეხება ოპონენტებს, მათი აზრი ამ შემთხვევაში რჩება არაადეკვატური, რადგან როგორც მინიმუმ დღეს ხელმისაწვდომია ინტერნეტ საშუალებები, თუ სხვა საინფორმაციო წყაროები და სხვა ლიტერატურა არ აუწყოთ და შეუძლიათ ინტერნეტში შეადარონ და ნახონ, წაიკითხონ ჰიბრიდის შესაძლებლობები და შეადარონ ის საბჭოური პერიოდის სხვადასხვა რუსულ ჯიშებს. სხვადასხვა დასახელების თანამედროვე მარცვლეულის გამოცდა ქვეყანაში უკვე 3 წელია მიმდინარეობს. საბოლოოდ წოლებულ ჯიშების დანერგვა ხდება, რომლებიც გვალვისა და სხვადასხვა დაავადებებისადმი მდგრადობით გამოირჩევა და კარგ მოსავალს იძლევა საქართველოს ნიადაგისა და კლიმატის პირობებში. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჰიბრიდული მარცვლეულის შემოტანა ყველაზე წარმატებული პროგრამაა, რომელიც დარგში განხორციელდა. სწორედ ამიტომ მომავალი წლისთვის მოწოდებელი კომპანიისაგან უფრო მეტი საფესლე მარცვლეულის შეძენაა დაგეგმილი. და მოამბის კითხვებს ღია ეთერში სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კოზერელი უპასუხებს ბატონო ბაკურ საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა. ბატონო ბაკურ, ჰიბრიდულ სიმინდთან დაკავშირებით პოლიტიკოსებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. ერთი ნაწილი თვლის, რომ ეს წარმატებული პროექტია, მეორე ნაწილი კი გაკრიტიკებს და აცხადებს, რომ პროგრამამ არ გაამართლა. ბატონო ბაკურ, შეგიძლიათ რეალურად გითხრათ, რა ხდება ახალ მასშტაბთან დაკავშირებით? რეალურად შემიძლია გითხრათ, რომ მასშტაბი, რომელიც სათესლო მასალა, რომელიც შემოტანილი იყო მიმდინარე წელს და სხვადასხვა ფორმით იყო პროგრამის ფარგლებში გადაცემული პროგრამის ბენეფიციარებზე, აღმოჩნდა ძალიან მაღალმოსავლიანი და ძალიან მაღალი შედეგის მომტანი მათთვის და შესაბამისად ისინი მიიღებენ ძალიან მაღალ შემოსავალს. თქვენ გქონდათ საშუალება ასევე თავადაც გასაუბრებოდით ფერმერებს და ადგილზე გენახათ ვითარება. როგორია რეგიონებში თავად გლეხების დამოკიდებულება ჰიბრიდულ მარცვლეულთან დაკავშირებით? გასაუბრების გარდა მე პირველად აქტიურად ვიყავი ჩართული მონიტორინგის პროცესში წყანების, ანუ ჩვენ გათესვიდან დღემდე გავაკეთეთ ძალიან დიდი სამუშაო, დღევანდელ განმავლობაში მუშაობდა 26 ადამიანი საქართველოს რეგიონების მასშტაბით, ისინი სწავლობდნენ ყველა იმ პრობლემატიკას, რაც იყო დაკავშირებული თქვათ სიმინდის მოყვანასთან. ამის წყალობით ჩვენ მოვახერხეთ, რომ გადაგვეცრათ დროულად ყველა პრობლემები და მოგვიყვანა ძალიან კარგი მოსავალი მათთან ერთად, რა თქმა უნდა, ფერმერებთან ერთად და მე მართლაც მინდა მივიღოთ თითოეულ ფერმერს, მათი წარმატება არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად მომავალში ჩვენი სოფლის მეურნეობის სექტორის წარმატებისთვის, ჩვენი ეკონომიკის წარმატებისთვის და რა თქმა უნდა მათი ოჯახების შემოსავლებისთვის და შესაბამისად მე მინდა ასევე მათ უთხრა და დავაწყო ისე რომ მომავალში აუცილებლად ეწოდება ეს პროგრამა და მათ ექნება საშუალება მიიღონ დამატებით უფრო დიდი რაოდენობის სათესლო მასალა. და ზუსტად ამასთან დაკავშირებით ბატონო ბაკურ, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება თითოეული გლეხისთვის სიმინდის მარცვლეული, ანუ რა ეღირება, რა ხარჯი გაება მოუწევს? ეს ინფორმაცია შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ ის ფერმერები, რომლებიც მონაწილეობდნენ პროგრამაში, აგრძელებენ მონაწილეობას ამ პროგრამაში, უფრო მეტიც მათ აქვს განზრახული, რომ დათესონ უფრო მეტ ფართობზე, შესაბამისად ჩვენ აუცილებლად ავავალმაგებთ მომავალ წლისთვის ამ პროგრამას, რათა გაორმაგდეს და უფრო გაიზარდეს ჩვენი ფერმერების, ჩვენი გლეხების შემოსავალი. ქართულმა გლეხმა ნამდვილად დააფასა ჰიბრიდი, იცის მისი უპირატესობა და შესაბამისად ეს თქვათ პოლიტიკოსების მიერ ატაცებული თემა, მე მგონი მათ მხრიდან ძალიან სულ დამთავრდა იმედებით, რომ ისინი ძალიან უმცირესობაში აღმოჩნდნენ, მათ შორის გლეხები არიან მთავარი დამცველები ამ პროგრამის და ამ პროექტის შესაბამისად მათ მოუწევთ პასუხისგაცემა ყველა იმ შეკითხვაზე თუ იმ გამონათქვამზე, რომელიც მათ დასვეს ჰიბრიდის მიმართ, იმიტომ რომ როგორც იცით, ეს არის ძალიან მაღალმოსავლიანი და ძალიან მაღალი შემოსავლის მომტანი კულტურა. დღეს მსოფლიოში ძალიან მაღალია სიმინდზე მოთხოვნა და შესაბამისად ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი გავიტანოთ ის ექსპორტზე საქართველოსთან და მოვუტანოთ ამითი დამატებითი შემოსავალი. გასაგებია მეურნეობებში. და ბატონო ბაკურ, რაც შეეხება ოპოზიციას საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვენ თქვენი ოპონენტები და საკითხის განხილვა საკანონმდებლო ორგანოშიც გეგმავენ, სადაც თქვენ ხართ დაბარებული. თქვენი ოპონენტები ასევე აცხადებენ, რომ ახალი სათესლე მასალის შესწავლა არ მომხდარა. რას უპასუხებთ ოპოზიციას? შემთხვევნით
ანალოგური კომიტეტის შემდეგ შრომაზე აუცილებლად იქნება განხილული ეს საკითხი და შესაბამისად საზოგადოება, პარლამენტარები და ყველა დაინტერესებული ადამიანი მიიღებს სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, რაც ეს ვთქვათ ამ პროგრამამ მოუტანა სიკეთე 10,000-ზე მეტ ოჯახს და შესაბამისად ამ ოჯახების მიერ მიღებული შემოსავალი არის ყველაზე კარგი არგუმენტი იმის დასამტკიცებლად, რომ პროგრამა ნამდვილად იყო წარმატებული და აუცილებლად მეგრძელდეს მომავალში. დაბოლოს ბარონო ბაკურ, თქვენი მონაცემებით დაახლოებით ჩემთვის რამდენადაც არის ცნობილი 100,000 ტონა მასვეული ექსპორტზე უნდა გავიდეს კერძოდ თურქეთში, ირანში, აზერბაიჯანში და სომხეთში. რა შემოსავალს მოუტანს კონკრეტულად ეს ქვეყანას და თუ იგეგმება მაგალითად იმ ქვეყნების სიის გაზრდა, რომლებიც ქართულ მასვეულს შეიძენენ? ეს მოუტანს 25-დან 40 მილიონ დოლარამდე შემოსავალს ქვეყანას და შესაბამისად იმ ფერმერულ მეურნეობებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამ შემოსავალს მიიღებენ ის ფერმერები, რომლებიც მონაწილეობენ პროგრამაში და შესაბამისად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ჩვენი სავაჭრო პარტნიორებთან ვთქვათ მიღწეული შედეგების თვალსაზრისით, რადგან ექსპორტი ახალი პროდუქტის არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მაკროეკონომიკური პარამეტრების სტაბილიზაციისთვის, შესაბამისად მე დარწმუნებულია, რომ მომავალში ჩვენ გვექნება საშუალება კიდევ უფრო მეტი გავიტანოთ ექსპორტზე და კიდევ უფრო მეტი შემოსავალი მოუტანოთ ჩვენ ქვეყანას ამ პროგრამის სწავლებით. დიდი მადლობა ბატონო ბაკურ, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი ბაკურ კვეზერელი საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში.